პირველ რიგში, როდესაც მორჩა ეს თამაში, ჩვენ ის მოვიგეთ, გაგვიხრაზე ერთმანეთს მიულოცო, მაგრამ თავარი თურმე ყოფილა რომ ჩამოდიხარ საქართველოში რა. ეს აი ამისთვის რაც ჩვენ დახვდა საქართველოს. ყველაფერი ღირდა მაგის. ამარა და 13 მაისს როგორ აღნიშნეთ? 13 მაისით როგორ ჩამოვედი თბილისთან და 800-ს. ეს იყო ჩვენ იქ არ უნდა გაგვემარჯვა. მაგრამ იმათ არ იცოდნენ ქართულიან და ძალა აღმარცხნავსო. ზახის და მეუბნება. მარადონა უნდა დაიჭირო. ორდასაჯარი იყო. მეუბნება შენგეთი თორჟენ ჯელზას მარადონა. მეთქი შენ და 22 რუში რაღა მიამერჯე და გაგონელი მქონდა ბესკოს არევასება ქართველები, მაგრამ მე კარგად მიყურე და ვიცი და მეთქი ალბათ მოვიდა ჩემი დროც ხარ. და თორმა მოწესდა დაგვარდა ხელი. ეს არის ეგ თქოს ვერც გაიგო ჩვენ ფეხბურთელები თუ ვიყავით. დინამოში რო გადახვედით, დედა თუ ესწრებოდა ხოლმე თამაში. და მაგისაც დედაჩას არცალოდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით 5 დედმამიშვილი, 8 დედმამიშვილი ვიყავით. ან მამა გარდაიცვალა, თქვენ იყავით პატარა იყავით. 6 წლის და შვილი გაზარდა დედამ. დედამ გაზარდა ვაშკი. მაგრამ გმირი დედა არა. დედა ხო უძლიერესია და გმირია და დედასთან. მაგრამ მარტო ხელა დედები არიან. ორმაგად გმირი. ეს შობელი რო გენდობა შენ და მოყავს ბავშვი, ვალდებული ხარ შენ ყველანაირად ისე იგი ისე უნდა მოექცე ამ ბავშვს, რომ ბავშვისთვის მისაღები და გასაგები იყოს. უფლება ქონდა საბჭოთა სპორტზე მოედანზე გაგეძო და დაგიჭირავდნენ. სახელმწიფო ქონების გაფლანგვისთვის არა. ზუსტად მაგის გამო ხო არ დატოვეს გუცაევი და ყიფიანი რომ ბევრი ქართველი არ ყოფილიყო. ახლა 6 ქართველი უკვე ჟღერს. ხარ მე სიმალიქ და მაგ საუბარი იყო ნაგრების ჩამოვედით. ჩამოვედი და დავხეთ უკვე დავგედენ ესე იგი არ მოგცენ საშუალება რემოს გაგზელებით რა. წაგების გამო? იქით გოლი გავიდა. აჰა. ბევრი გოლი აქაურებს და ქართულ ფეხბურთელებს.